2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. 25 დეკემბერს დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა შენახვის საქმეზე ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. უწყების ვერსიით ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის ქუჩაში მიმდინარე პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ასევე სუსის ცნობით მასსა და საინიციატივო ჯგუფ რუსთაველის გამზირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის კი სატელეფონო კომუნიკაცია 343-ჯერ შედგა. 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბაჩო ახალაიასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლე ანა ნადერეიშვილიც, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გამორიცხა საქმეში მისი ბრალეულობაც. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განმარტოთ, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების აც უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან მათი ინტერნეტ აპლიკაციებისა და ანა ნადერეიშვილის IP, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული Wi-Fi-ის მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული 2025 წლის 28 სექტემბრის 21 საათიდან მათ დაკავებამდე შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე. მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადერეიშვილიც. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ ანა ნადერეიშვილმა გამორიცხა ნებისმიერი კავშირი ბაჩო ახალაიასა და იმ მოვლენებს შორის, რაც 4 ოქტომბრის ათუნელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარდა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგით გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან შეუსაბამოა. ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. და საერთოდ თავიდან ბოლომდე 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი, იმიტომ რომ არანაირი ძალადობა ჩვენ ეგ არ გვინახავს. ადამიანები იყვნენ გამოსული პროტესტზე, ჩვეულებრივად მოწოდებაზე პროტესტზე იყვნენ ასობით ათასი ადამიანი გამოსული და ძალადობა იქ იყო მხოლოდ პოლიციის მხრიდან და არა მარტო 4 ოქტომბერს. ბაჩო ახალაიას ტელეფონი არ აქვს დადგენილი, ხალხო რაზე მელაპარაკებით. ორჯერ დაკითხვაზე ადამიანი დაიბარეს და ორივეჯერ დამირეკეს მე. და მე მითხრეს რომ ბაჩო ახალაიას დაბარებდა, მე პირველ დარეკვაზე ვუთხარი რომ მას რატო არ ურეკავს მეთქი, მაშინ როცა დაიბარეს კრიმინალურ პოლიციაში. ხმის ნიმუშის ჩაწერაზე და მითხრეს რომ არ გვაქვს მისი ნომერი, არ ვიცითო და საიდან რანაირად დაადგინეს რომ ბაჩო ახალაია ურეკავდა ვინმე საერთოდ. ბაჩო ახალაიას დაკავება არ უკუქთ ხელისუფლებაში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მის პოლიტიკურ წარსულს იხსენებენ. ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნება ამჯერად ბაჩო ახალაიას დაკავებით ცდილობს ქვეყანაში არსებული სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, ეს მცდელობა ჩავარდა, თუმცა დანაშაული დარჩა დანაშაულად და ყველა დამნაშავე, რა თქმა უნდა იყოს იდენტიფიცირებული. რეალურად ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ეს მათი საქმეა, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია ამას გააგრძელებენ, ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება. თავი არის ერთი, რომ თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბევრჯერ გვითქვამს და გახსოვთ ალბათ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები. წალკე პრემიერ-მინისტრი, წალკე მე გამოდიოდი ფაქტიურად კამპანიის რეჟიმში ვიყავი და ყოველდღე მიწევდა განცხადებების გაკეთება, რომ არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად და არავის არ ვაპატიებთ და არავის არ ეპატიება ქვეყანაში რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები მოწყობის მცდელობები. ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ ამ მიმართულებით განცხადება, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ იმოქმედეს როგორც იმოქმედეს. საბამისად, ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აღნიშნულ სახელმწიფო გადატრიალებასთან, გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ყველა აგებს პასუხს. გასაგებია, რომ ბაჩო ახალაიას წარსულიდან გამომდინარე გაცილებით მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ხალხის დიდმა ნაწილმა დაიჯეროს, რომ მას მართლაც შეიძლება ეს დანაშაული ქონოდა ჩადენილი, მაგრამ ამავე დროს არც ის არ არის გამორიცხული, რომ ამას ოცნება იყენებდეს საკუთარი მიზნებისთვის. ახლა თქვენ კარგად იცით, რომ მათ შორის ოცნების რიგებში და ოცნების მხარდამჭერებში არ არის რაღაცა სრული აღფრთოვანება იმით, თუ როგორ მოხდა მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება ყოფილი ნაცების მიერ ამ შემთხვევაში სუსის დღევანდელ ხელმძღვანელს გულისხმობდა, რაღაცა როგორც ჩანს, შეიძლება იყოს ესეც ერთ-ერთი ვერსია, როგორც ჩანს,
ამ უკმაყოფილების გადასაფარად, რომ მარტო ყოფილ კოდსებს არ აჭერინებენ ყოფილ ნაცებს, ამიტომ ახლა შეიძლება ეს ბაჩო ახალაიას თემაც ანუ ყოფილი ნაცის თემაც შემოვიდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მმართველობისას სხვადასხვა წლებში თავდაცვისა და შინაგანსაკუთრებთა სამინისტროების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მყოფმა ბაჩო ახალაიამ 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება 2022 წლის 1 მარტს დატოვა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე მას ბრალი წარუდგინეს თადარიგის პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მისი სახელი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც გაისმა. ამჯერად 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის შემდეგ, რომლის მიხედვითაც თითქოს ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრებოდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2025 წლის 10 ოქტომბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვასა და ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს. მაშინ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა. 2025 წლის 4 ოქტომბერს მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა. მოგვიანებით მათ მოულოდნელად აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადადაცვლებისკენ მოუწოდეს. მას შემდეგ, რაც ათონელზე დემონსტრანტები მივიდნენ, ადგილზე ვითარება მალევე დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის ღობე დააზიანა და ეზოში შეიჭრა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებმაც ტერიტორია მალევე გაწმინდეს. 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება საინიციატივო ჯგუფ რუსთაველის გამზირის 5-ვე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მუხთა ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე. ამ საქმეზე დაკავებულია ათობით პირი.